არიცი სად თავია, სად ბოლო, სად თოვლი, სად ცა, თუმცა აქ ცაც თოვლია და აურაც გუდაურის. ეს კი ფრისტაილია თავისუფალი სტილით დაშვება. კუდებზე თოვლმა რომ დადო, ტრასა ფრისტაილერებმა გაკვალეს, თანაც ისე რომ ერთმანეთს სისწრაფეში შეეჯიბრნენ. გუდაურში თავისუფალი სტილით მოთხილამურების შეჯიბრის სეზონი გაიხსნა. მართლა მაგარი შეჯიბრი გამოვიდა. თოვლი არის ძალიან მაგარი, ტრასებიც მაგარი და ორგანიზატორებმაც 5-ზე შეასრულეს ყველაფერი. დიდი მადლობა სასტუმრო გუდაურს და როსინულს კიდევ. გურუ სპორტს. პესოსოს. პეპსის. ორგანიზატორებმა მოთხილამურეებს დაშვებისას სრული თავისუფლება მისცეს. ფრისტაილერებმაც ყველანაირი საზღვარი დაივიწყეს და მაყურებელს ნამდვილი სნოუ შოუ ანახეს. ტურნირი თავისუფალი სტილით დაშვებაში სასტუმრო გუდაურმა და როსინოლის წარმომადგენლობა მითავა. ფრირაიდი ახალია, ახალგაზრდული თემა, ძალიან პოპულარული. ნიშნავს თავისუფლებას, ლაღ სტილს, თოვლის სიყვარულს და ასე შემდეგ და გასაკვირია არის რომ გუდაურს გვინდა რომ ეს მოვარგოთ ეს. გვინდა რომ ტრადიციად დავტოვოთ ეს, რომ ყოველ წელს სამ ეტაპად ჩატარდეს ფრირაიდი და ფრისტაილის შეჯიბრება. თავისუფალი სტილით მოთხილამურეების სულ 20 მონაწილე ერთმანეთს მეხუთე ტრასაზე შეეჯიბრა. მათგან ყველაზე სწრაფები პრიზებით დაჯილდოვდნენ. წინა წელს გამარჯვებულმა სანდრო ჩოპიკაშვილმა პირველობა ადათმო და თასიც ორმა მოთხილამურემ გაინაწილა. კლდიდან გადმოვხდი და ნავით შორს და ძალიან მაღლა და ავით ჰაერში მეთქვი მოვკვდი ისე აღარ შეიძლება. დაახლოებით ეგეთი შეგრძნება იყო ჩვენ დაკავშირებით და დავდექი ფეხზე კარგად. კაია მოგება. ძალიან კაია. ყველაზე კაი გზნობა. თავისუფალი სტილით დაშვებაში მოთხილამურეები წელს კიდევ ორჯერ შეეჯიბრებიან. ფრისტაილის ტურნირს გუდაური მარტის და აპრილის დასაწყისში უმასპინძლებს. თოვლი და კარგი სასრიალო ტრასები, ის რაც კარგ აურას ქმნის, მოთხილამურეებს ისევ გუდაურში შეკრებს.